მედიის თავისუფლებაზე მომუშავე გლობალური ორგანიზაციების სინდისის პატიმარი ჟურნალისტი ქალი სოლიდარობისათვის ერთიანდებიან. ახლა სწორედ საქართველოში რუსთავის ნომერ მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან იმყოფებიან ისინი და სულ ცოტა ხანში გაკეთდება ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უსამართლოა ის გარემო, რომელშიც ახლა მზია ამაღლობელია და რა თქმა უნდა ასევე გაკეთდება აქცენტი იმაზე, რომ ეს საქმე არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული და რომ ქართული ოცნება ახლა ცდილობს, რომ ყველას წინააღმდეგ გაილაშქროს ყველა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების იქნებიან ეს პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მოკლედ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ებრძვის ყველას, ვისი აზრიც მისთვის მიუღებელია და მზია ამაღლობელი. სწორედ ერთ-ერთი იყო, ვინც მიზანში ამოიღო ქართულმა ოცნებამ. აქედან გამომდინარე, ხვალ იქნება მისი სასამართლო მორიგი პროცესი და ეს ადამიანები, ამ გლობალური ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ სასამართლო პროცესსაც დაესწრებიან, მანამდე კი საზოგადოებას საკუთარ შეშფოთებასა და პოზიციას გააცნობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მძიმეა ის მოცემულობა, როდესაც ჩვენს ქვეყანას ყავს პირველი პოლიტიკური პატიმარი ჟურნალისტი ქალი, რომელიც მხოლოდ იმიტომ ისჯება, რომ მშვიდობიანად და დემოკრატიულად აპროტესტებდა იმ ყველაფერს, რაც ახლა დედაქალაქსა და ზოგადად საქართველოში ხდება. ყველა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია, ადგილობრივი ორგანიზაცია, დამოუკიდებელი ორგანიზაციები ღიად პირდაპირ ამბობენ, ეს ქალი არის სინდისის პატიმარი. არ არსებობს არანაირი, თუნდაც ამ დრაკონულ კანონმდებლობაში და მიკერძებული სასამართლოს შემთხვევაში, რომ საფუძველი ის იყოს პატიმრობაში. ამიტომ მათ მორიგი ნაბიჯი გადადგეს, არა მარტო განცხადებით, არამედ ფიზიკურად ჩამოვიდნენ და ამ ციხესთან კიდევ ერთხელ შეახსენებენ ქართულ ოცნებას, მის ვალდებულებას, რომ კანონს არ ღვევნა გაათავისუფლონ მზია და სოლიდარობას გამოხატავენ. ასევე დაასწრებიან სასამართლოს და პირადადაც ნახავენ, მოისმენენ თუ რა მდგომარეობა, რამდენად მიტაცებულია სახელმწიფო ინსტიტუტები და ამდენი სინდისის პატიმრები ყავს და რა თქმა უნდა სოლიდარობა ქალბატონ მზიას. ეს არის სიმბოლური აქცია, სოლიდარობის სიმბოლური აქტი, რომელსაც გამოხატავენ ეს უდიდესი გლობალური მედია თავისუფლების ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ მედიის თავისუფლების, ჟურნალისტთა უფლებების დაცვაზე. ეს არის ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, რეპორტიორების საზღვრების გარეშე და პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი, ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები სპეციალურად ამ პროცესისთვის ჩამოვიდნენ საქართველოში და რა თქმა უნდა მათი განცხადებები, მათი კომენტარები უკავშირდება მზია ამაღლობელის საქმეს და უკავშირდება იმ მხარდაჭერას, იმ საერთაშორისო მხარდაჭერას, რომელიც ამ საქმემ მოიპოვა საქართველოს გარეთ. საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის არის ძალიან ცხადი თუ რამდენად არაპროპორციული, პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა ის ბრალდება და მთელი ის პროცესი, რომელიც მზიას გარშემო ხდება. სოლიდარობის აქტი სინდისის პატიმარი ჟურნალისტი ქალის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად სულ ცოტა ხანში დაიწყება. აქ არიან გლობალური ორგანიზაციების წარმომადგენლები, სწორედ იმ ორგანიზაციების, რომლებიც მედიის უფლებებზე და თავისუფლებაზე მუშაობენ, როგორც უკვე აღნიშნე, ხვალ ისინი დაესწრებიან მზია ამაღლობელის პროცესსაც.